ალბათ, ბევრ ჩვენგანს უფიქრია, რატომ ხდება, რომ ამდენი მართლაც მაგარი იდეა საბოლოოდ მარცხდება. აი, სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს ერიკ რისი თავის რევოლუციურ წიგნში მწირი სტარტაპი. ეს არის იცით ერთგვარი სისტემა, რომელიც გვასწავლის როგორ შევქმნათ ის, რაც ხალხს მართლა უნდა და თავიდან ავირიდოთ, უბრალოდ დროის და ენერგიის ფლანგვა. მოდით ჩავუღრმავდეთ. დავიწყოთ მთავარით. აი ის კითხვა, რომელიც ალბათ ყველას გვაწუხებს, ვინც კი ოდესმე რაიმე ახალ პროექტზე დაფიქრებულა. რატომ ხდება, რომ ამდენი ბრწყინვალე, კარგად დაფინანსებული იდეა უბრალოდ ქრება და კრახს განიცდის? რა არის მთავარი მიზეზი? სად ვუშვებთ შეცდომას? პასუხი რისის მიხედვით იცით, ცოტა არ იყოს შოკის მომგვრელად მარტივია. პრობლემა არც ტექნოლოგიაშია, არც გუნდში და არც ფულში. მთავარი პრობლემა ისაა, რომ კომპანიები ხარჯავენ თვეებს, ზოგჯერ წლებსაც კი, რომ შექმნან იდეალური პროდუქტი და როცა ბაზარზე გააქვთ, აღმოაჩენენ, რომ ის უბრალოდ არავის სჭირდება. აი სწორედ ამ უზარმაზარი პრობლემის გადაჭრის გზამკვლევია მწირი სტარტაპი. კარგი, თუ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ვქმნით არასწორ რაღაცას, მაშინ გამოსავალიც ლოგიკურია. უნდა ვისწავლოთ უფრო ჭკვიანურად შექმნა. ეს არის ფაქტობრივად მთელი ფილოსოფიის შეცვლა. ხისტი გრძელვადიანი გეგმების ნაცვლად, ჩვენ გადავდივართ მუდმივ, სწრაფ სწავლაზე. თანაც პირდაპირ ჩვენი მომხმარებლებისგან. მოდით, შევხედოთ ამ შედარებას, ეს ძალიან ნათლად აჩვენებს განსხვავებას. ერთ მხარეს გვაქვს ტრადიციული მოდელი, ხო? თვეობით დაგეგმა, ბაზრის გამოცნობის მცდელობა და ბოლოს ერთი დიდი ძალიან სარისკო გაშვება. მეორე მხარეს კი არის lean მეთოდი, რომელიც ამ ყველაფერს პირდაპირ მნიშვნელობით თავდაყირა აყენებს. აქ მთავარია სწრაფი ექსპერიმენტები, მომხმარებლისგან პირდაპირი რეალური უკავშირი და მუდმივი იტერაცია. მარტივად რომ ვთქვათ, ვარაუდების ეპოქა სრულდება და იწყება ფაქტებზე დაფუძნებული სწავლა. აი ამ ყველაფრის გულში დევს ცნება, რომელსაც რისი დადასტურებულ სწავლას უწოდებს. და იცით, ეს არის საკვანძო მომენტი. უნდა გავიაზროთ, რომ სტარტაპის მთავარი მიზანი კი არ არის უბრალოდ პროდუქტის შექმნას, არამედ ისწავლოს, თუ როგორ ააშენოს მდგრადი ბიზნესი და ეს სწავლა არ უნდა იყოს ჰაერიდან მოტანილი ვარაუდი. ის უნდა იყოს დადასტურებული რეალური ექსპერიმენტებით და, რაც მთავარია, რეალური მონაცემებით. კარგი, მაგრამ პრაქტიკაში როგორ ხდება ეს სწავლა? მწირ სტარტაპს ამისთვის აქვს ძალიან კონკრეტული მექანიზმი. შეიძლება ითქვას მისი მთავარი ძრავა, რომელიც მთელ პროცესს ამოძრავებს. ეს არის ის ცნობილი შექმენი გაზომე ისწავლე უკავშირის ციკლი. მუშაობს ასე. პირველი, იღებ იდეას და ძალიან სწრაფად აქცევ მას რაღაც მინიმალურ ხელშესახებ პროდუქტად. მეორე, ამ პროდუქტს აჩვენებ რეალურ მომხმარებლებს და ზომავ მათ რეაქციას, რას აკეთებენ, რა მოსწონთ, რა არა. და მესამე, ამ მონაცემების საფუძველზე სწავლობ და იღებ გადაწყვეტილებას. და მთელი ხელოვნება იმაშია, რომ ეს ციკლი გაიარო რაც შეიძლება სწრაფად. იმისთვის, რომ ეს ციკლი მართლაც ეფექტურად დაატრიალო, ერიკ რისი ორ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს გვთავაზობს. ერთი იმისთვის, რომ სწრაფად დაიწყო და მეორე იმისთვის, რომ თუ საჭირო გახდა, კურსი დროულად შეცვალო. პირველი ეს არის მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი, ანუ MVP. აქ ძალიან მნიშვნელოვანია სწორად გავიგოთ რა არის მისი მიზანი. MVP-ის მიზანი არ არის, რომ შექმნა საბოლოო იდეალური პროდუქტის ცოტა დაუმთავრებელი ვერსია. არა. მისი ერთადერთი მიზანია მინიმალური ძალისხმევით შეამოწმო შენი ყველაზე მთავარი ფუნდამენტური ბიზნეს ჰიპოთეზა. ეს არის ინსტრუმენტი სწავლისთვის და არა ვთქვათ გაყიდვებისთვის. ეს შედარება ვფიქრობ, ყველაფერს ამბობს MVP-ის სტრატეგიულ ძალაზე. ტრადიციული მიდგომით, შენ ფაქტობრივად დებს ფსონს, რომ წლების შრომა წყალში არ ჩაგეყრება. და ეს უზარმაზარი რისკია. MVP-ის გამოყენებით კი ამ რისკს ამცირებ მინიმუმამდე, რადგან ძალიან სწრაფად იღებ პასუხს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე. საერთოდ სწორი მიმართულებით მივდივართ, თუ არა? კარგი, მაგრამ რა ვქნათ მაშინ, როცა ვსწავლობთ, რომ ჩვენი თავდაპირველი იდეა მცდარი იყო. ვნებდებით, ვხურავთ პროექტს. რა თქმა უნდა არა. სწორედ აქ შემოდის მეორე უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი – პივოტი. და მინდა ხაზი გაუსვა, პივოტი არ ნიშნავს მარცხის აღიარებას. ეს არის სტრუქტურირებული, გააზრებული კურსის კორექცია, რომელიც ეფუძნება იმას, რაც უკვე ვისწავლეთ რეალური მონაცემებით. ანუ, ყოველი შექმენი გაზომე ისწავლეთ ციკლის ბოლოს, თქვენ დგაბით ერთგვარი გზაჯვარედინის წინაშე. უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. აგრძელებთ თუ აკეთებთ პივოტს. თუ მონაცემები გეუბნებათ, რომ თქვენი სტრატეგია მუშაობს, მაშინ რა თქმა უნდა აგრძელებთ და აკეთებთ ოპტიმიზაციას. მაგრამ თუ მონაცემები ღვირის, რომ თქვენი მთავარი ვარაუდი მცდარია, მაშინ დროა გააკეთოთ პივოტი და შეამოწმოთ სრულიად ახალი სტრატეგიული მიმართულება.
რომ უფრო გასაგები იყოს, მოდით რამდენიმე მაგალითი ვნახოთ. მაგალითად, zoom-in პივოტი. ეს ის შემთხვევა, როცა თქვენი დიდი პროდუქტის ერთი პატარა ფუნქცია იმდენად პოპულარული ხდება, რომ გადაწყვეტ ყველაფერი დანარჩენი გვერდზე გადადოთ და მხოლოდ ის აქციოთ მთავარ პროდუქტად. ან თქვათ customer segment პივოტი. როცა ხვდები, რომ შექმენი მაგარი პროდუქტი, მაგრამ სულ სხვა ადამიანებისთვის, ვიდრე თავიდან გეგონა. კარგი, გასაგებია. ვქმნით, ვსწავლობთ, ვაკეთებთ პივოტებს, მაგრამ საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ რეალურად წინ მივდივართ და ერთ ადგილს არ ვტკეპნით? ამისთვის გვჭირდება პროგრესის გაზომვის სრულიად ახალი მიდგომა. აი აქ რისი გვაფრთხილებს, რომ თავის შორს დავიჭიროთ ეგრეთ წოდებული პატივმოყვარეობის მეტრიკებისგან. იცით, ეს ის ციფრებია, რომლებიც პრეზენტაციაში კარგად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში არაფრის მომცემია. ამის ნაცვლად ჩვენ გვჭირდება მოქმედებაზე ორიენტირებული მეტრიკები. ანალოგია რომ მოვიყვანოთ, ეს იგივეა მანქანის მართვისას, მხოლოდ სპიდომეტრს კი არ უყურო, არამედ საწვავის მაჩვენებელსაც. ერთი გიჩვენებს, რა სწრაფად მიდიხარ, მაგრამ მეორე გეუბნება, როდის უნდა გაჩერდე და რა გააკეთო შემდეგ. რისის აზრით, მდგრადი ზრდის მისაღწევად სტარტაპმა ფოკუსი უნდა გააკეთოს სამი ძრავიდან ერთ-ერთზე. პირველი, წებოვანი ძრავა. აქ მთავარი მიზანია, რომ ვინც მოვიდა, აღარ წავიდეს, ანუ მომხმარებლების შენარჩუნება. მეორე, ვირუსული ძრავა. ეს მაშინ მუშაობს, როცა პროდუქტი იმდენად მაგარია, რომ მომხმარებლები თავად ხდებიან შენი მარკეტერები და ერთმანეთს ეპატიჟებიან. და მესამე, ფასიანი ძრავა. ეს არის სუფთა მათემატიკა. თავარია თითოეული ახალი მომხმარებლის მოზიდვა უფრო იაფი გიჯდებოდეს, ვიდრე იმ მოგებას, რასაც ის გიტოვებს. კაი, მოდით ახლა ეს ყველაფერი შევაჯამოთ და გამოვყოთ ერთი ყველაზე მთავარი აზრი. ის ერთი კრიტიკული კითხვა, რომელიც ფაქტობრივად მთელი ამ ფილოსოფიის გულია. საბოლოო ჯამში, მწირი სტარტაპის მთავარი მესიჯი ეს არის. სტარტაპის წარმატება არ არის სიღბალი. ეს არ არის რაღაც მაგია ან უეცარი გენიალური გამოცხადება. წარმატება სინამდვილეში მკაცრი, დისციპლინირებული და მეცნიერული პროცესის მიყოლის შედეგია. ეს არის პროცესი, რომელიც გვეხმარება, რომ უდიდესი გაურკვევლობის პირობებში ვიპოვოთ სწორი გზა. და აი ისიც, თავარი კითხვა, რომელიც საკუთარ თავს მუდმივად უნდა დაუსვათ. ჩვენ ცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ტექნოლოგიურად თითქმის ყველაფრის შექმნა შეგვიძლია, ხო? მაგრამ თავარი კითხვა არის არა ის, შეგვიძლია თუ არა ამის აშენება, არამედ საერთოდ უნდა ავაშენოთ თუ არა ეს. აი ეს არის ის კითხვა, რომელიც დაგაზოგვინებთ დროს, ფულს, ენერგიას და მიგმართავთ იმ პრობლემების გადაჭრისკენ, რომლებსაც ნამდვილად აქვს მნიშვნელობა.